9 აპრილის მემორიალთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან პოლიტიკოსები. იმ ინციდენტებზე, რასაც თქვენ მეუბნებით, ეგ არის მორიგი დადასტურება იმის, რომ რა ვითარებამდე მიიყვანა რეჟიმმა რეალურად დღეს საზოგადოება, ხო? მიიყვანა იქამდე, რომ რა ვიცი, დაპირისპირება თუ ინციდენტი თუ რაც გინდა დავარქვათ, როცა არის პოლიცია, საერთოდ არ არის აქ, ერთი ანუ მოშლილია და ემსახურება მხოლოდ იმას, რომ ეს ყველაფერი მერე გამოყენებული იყოს რეჟიმის პროპაგანდისტული გზავნილებისთვის და მეორე, ეს ყველაფერი მათ შორის მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში არის ძალიან მძიმე პოლიტიკური და სოციალური კრიზისი. ეს კრიზისი რომ დაიძლიოს, საჭიროა უპირველეს ყოვლისა უშუალო პოლიტიკური პატიმრები. ეს არ არის დაპირისპირების დღე. 9 აპრილის არის ის დღე, რომელიც უნდა გვაერთიანებდეს ყველას ერთად იმ იდეის გარშემო, რასაც ქვია ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, თავისუფალი და ევროპული ღირებულებები საქართველოს. მესმის ძალიან კარგად მესმის ემოციები, განსაკუთრებით მშობლების, რომელთა შვილები რა თქმა უნდა უკანონოდ არიან დაპატიმრებული, მაგრამ საბოლოო ჯამში მე ყველას მოუწოდებ სიმშვიდისკენ, სიწყნარისკენ და პირველ რიგში აქ დაღუპული გმირების პატივისცემის მათ წინაშე ჩვენ გვაქვს ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რომ ვიყოთ ერთიანი იმ იდეის გარშემო, რასაც ქვია დამოუკიდებელი საქართველოს. როდესაც 9 აპრილის მემორიალთან არ აძლევენ საშუალებას ჩვეულებრივ მოქალაქეებს მივიდნენ, არ შეიძლება აი ამ ადამიანებს ტკიოდეთ 9 აპრილი. სახელდაკარგული და სინდის გაყიდული ადამიანები, მათ შორის რუსეთში მომღერალი ბანი და ნაცების რეჟიმის ჯალათები აპროტესტებენ ადამიანების მსვლელობას 9 აპრილის მემორიალთან და ამ დღეს კიდევ ერთხელ იყენებენ იმისთვის, რომ დაპირისპირება და შუღლი ჩამოაგდონ ჩვენ საზოგადოებაში. ეს ყველაფერი ჩვენ ნანახი გვაქვს. ზუსტად ამ დღეს 36 წლის წინ, ოღონდ მაშინ ნიჩბებით, მომწამლავი გაზით, ტანკებით, როგორც ცდილობდა უცხოური ძალა ჩაეხშო ქართველი ხალხის სწრაფა თავისუფლებისკენ და დღეს ამ ყველაფერს ხედავთ უკვე სახეშეცვლილი მოდიფიცირებული სახით, პროვოკაციებით, ტყუილებით, ცილისწამებით, როგორც ცდილობენ ქვეყნის ერის ერთიანობაში ხინჯი შეიტანონ.